მადლობისა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია სოლო. დღეს მე სტუმრად ყავს ორი ადამიანი, ისინი წარმოადგენენ რგოლს. ეს არის შოუ ბიზნესი. ძალიან საჭირო რგოლი. რა თქმა უნდა, არტისტ და სიტყვაზე სცენასთან დაკავშირებით ვისაუბრებ სტუდიაზე. თუ რა პრინციპებით მუშაობს სტუდია, საერთოდ საიდან წარმოვიდა ეს იდეა, რომ შეექმნა სტუდია, მით უმეტეს, რომ ქალაქში საკმაოდ მრავლად არის სტუდიები და ესე ნელ-ნელა მოუყვებით. დღეს სტუმრად ყავს გიორგი ასანიშვილი, საკმაოდ ცნობილი რადიო წამყვანი თავისი დროის, არაჩვეულებრივი პროგრამები, მთელი ენციკლოპედიები, ანთოლოგიები ჰქონდა თავის პროგრამაში წარმოდგენილი. და ბასა ჯანიკაშვილი, მწერალი, დრამატურგი და ასევე, რა თქმა უნდა, სტუდიის ერთ-ერთი პროდიუსერი. სულის შამდგმელი. სტუდია ქართული ჩანაწერი. გამარჯობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დაგხვეწეთ და თქვენ ეთერით მოგლოცავ. თქვენს მაყურებლებს დღეს გილოცავთ. მეც გილოცავთ, ძვირფასო ტელემაყურებლები და რა თქმა უნდა თქვენ. ეხლა კი დავიწყოთ იქიდან ფაქტიურად საიდან გაჩნდა სტუდიის, იმიტომ რომ ვიღაცას ალბათ თუ ერთდროულად მოგივიდათ. ხო. 96 წელი იყო. ძალიან მოკლედ მოვყვები, იმიტომ რომ 96 წლიდან ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ეს ის პერიოდი იყო, როცა რადიოში მუშაობდი. ეს ის პერიოდი იყო, დიახ, როცა რადიოში მუშაობდი, მე როგორც მახსოვს მაშინ ასექში მუშაობდი, შენ გიორგი. რადიოში მუშაობდი. და გაგვიშთა იდეა, რომ გავკეთებინე სტუდია, ლეიბლი და გამოგვეშვა რაღაც ჩვენი საკუთარი ქართული პროდუქცია. მე გაგახსენებთ უბრალოდ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ქართული სიმღერის მოსმენა ცოტა არ იყო სათაკილოდ ითვლებოდა საზოგადოებაში. იმიტომ რომ მე მახსოვს მქონდა კასეტა ირაკლი ჩარკვიანის სვანსონგი, რომელიც გერმანიიდან ჩამოვიდა ირაკლიმ და აი მაშინ თქვათ რომ მანქანაში სამდრო მივდიოდი და ვასმენებდი რომ მეთქე ნახე რა მაგარი რაღაც არის, აი ქართულითან რაღაც დაუჯერებელი ესე პერიოდი იყო მაგ დროს. ყველა რაღაცეთ რეაქციები იყო, რომ ქართულს აგასმენიებს და თქვა რადოს ქართულია, მაშინ იყო გაგახსენებთ ყველაც რუსული ესტრადა იყო ძალიან მოდაში. ეს რუსული და ნუ უცხოური თავისთავად. ხო და აი ამ რაღაც პერიოდში უცბად ამ აგრესიამ ჩვენ დამირო ჩვენ რაღაც ქართული გვინდა რომ ქართული მუსიკა იყოს და შეიქმნას და დავეხმაროთ ქართულ მუსიკოსებს გამოიწვია ამ აგრესიამ შედეგი რომ ჩამოყალიბეთ ლეიბლი ქართული ჩანაწერები და პირველი აი ესე რა იმ პერიოდში უკვე განსაზღვრული ქონდა თუ რა სტილზე თუ ანუ რა სტილზე ქონდა სურვილი რომ გემშავოთ. მართალია ეს ის პერიოდი იყო რომ მანდ-ამაინც არ დიდად განსხვავდებოდა. არჩევანი არ იყო, მაგრამ ჩვენ თავიდანვე პრინციპში განსაზღვრული ქონდა, იმიტომ რომ პირველი რაც გავაკეთეთ გამოვუშვით 33-ას პირველი ალბომი, ნიაზის პირველი ალბომი და ეს პირველი თქვენი ნამუშევარი. ხო, პირველი იყო ეს და აქედან გამომდინარე ჩვენ პრინციპში ჩვენი ბავშვობიდან ხო ყოველთვის უსმენთ ესეთ მუსიკას და არც გვიფიქრია ხა რომ რაღაც სხვა გამოგვიშვა. მით უმეტეს რომ არ იყო ეგეთი მუსიკა, საერთოდ ქართული პოპ მუსიკა მაშინ პრინციპში არ არსებობდა, არსებობდა მარტო ჯგუფები და 1-2 მუსიკოსი რომელიც ღეროდა მაშინაც ფონოგრამით. ხო, ის მუსიკოსები რომლებიც აი თქო უფრო ძველი თაობა იყო და შემორჩა. რო სცენა თქო. ახალი 96 წლამდე თქო 92-დან. მაშინ დაიწყო სახემაც დაიწყო მაშინ. ხო, სახე. სიმღერისთვის იქ არავის არ ეცალა რა და აი ეს პერიოდი იყო, როდესაც აი ძალიან ცოტა იყო შემსრულებელი, თიზე ჩამოსათვლელი. ერთ-ერთი იყო ნიაზი და თქო ჩვენი გემოვნებიდან და ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე გადავწყვეტეთ რომ გამოგვეშვა ეს ალბომი. ანუ არჩევანი ამ შემთხვევაში თქვენი იყო, ხო? ხო, ჩვენი იყო, ჩვენ მივედით ნიაზისთან და ჩვენ შევთავაზეთ ნიაზის ამ ალბომის გამოშვება. ეს იყო 96 წელი ალბომი. ჩემი შესაძლოა იჩქარენელა, ხო? იჩქარენელა მეორე იყო. მეორე ალბომი იყო. მეორე იყო იჩქარენელა. თბილისი ერქვა თქვენთან გამოიცა. არა, პირველ ალბომს საკმაოდ ისეთ კარგი წარმატება ჰქონდა, მე მგონი, მე რამდენადაც მახსოვს. ხო, თან ჩვენ ცოტა ეიფორიაში ვიყავით პირველი რომ თავიდან ყველა ცოტა სკეპტიკურად უყურებდა ამ ამბავს, ქართული კასეტა ფაქტობრივად არ არსებობდა ის ძველი თაობის კასეტები მაგრამ. მაგრამ მე რომ გამოვიდა ეს სიმღერები რომ მოეწონა ხალხს რადიოებში ტრიალი დაიწყო, პრინციპში კლიპიც არ ქონია, რასაც კლიპი ქვია. მაშინ არც არხები არ იყო ერთი კლიპი გამიდაწვენაზე გავაკეთეთ ჩვენ კლიპი. ხო და ესე ნელ-ნელა აგორდა ეს ტალღა და ჩვენს გაგვიხარდა ძალიან და მოგვეცა იმის იმედი რომ ეს ყველაფერი გაფართოვდება. მაშინ სტუდიაზე ლაპარაკი არ იყო, მაშინ იყო ლაპარაკი უბრალოდ სურვილზე რომ რაღაც გაგვეკეთებინან.
მაშინ უბრალოდ ნიაზეს ჩაწერილი ქონდა ეს სიმღერები, ხაინდაოს ფილმისთვის რაღაცები, კიდე რაღაცები დავამატეთ და გამოვშვით ეს ალბომი. მეორე ალბომი უკვე ჩავწერეთ მელოდიაში. მაშინაც არ ქონდა სტუდია. აჰა. და ეს მე გამოვშვით ირაკლი ჩარკვიანის ალბომი აფრენ, თვარის კლუბი. თვარის კლუბის ალბომი გამოვშვით. მე იყო უკვე ჩვენი სტუდია გავხსენით 2000 წელს, ქართული ჩანაწერების უკვე სტუდია და არა როგორც ლეიბლი და ჩავწერეთ წვანე ოთახი, პირველი ალბომი და მეორე ალბომი. და ჩარკვიანის ამო. ხო, მე მგონი დავამთავრეთ, ხო? შეგვიძლია წავიდეთ. შეგვიძლია დიდი მადლობა. ძალიან და ლაკონურად. აი, ბასამ შეასრულა ყოველ შემთხვევაში თავის განაკვეთი, მე მოკლედ მოგიყვებითო. აი ხა თავისთავად ლეიბლი დაკავებულია იმით, რომ ნუ ეძებს მასალას და ასე შემდეგ, ან მას უკავშირდებიან, ნუ რა გარკვეულ პრობლემებთან არის კავშირი. მაგრამ აი სტუდიას, რა თქმა უნდა, პლუს კიდე ემატება თვითონ სივრცე, არანჟმენტი თუ როგორ არის ქართულად? არანჟირების ოსტატი და ასე შემდეგ, რომელიც ფაქტურად განსაზღვრავს, ხო, ალბომის წარმატებას ალბათ 50% თუ მეტია. იმიტომ რომ თუ კარგი მასალაა და ის ხმის რეჟისორი ელემენტარულად მან მე პრინციპში აი ხა კარგ თემას მიადექი შენ მამუკა. მან გადამწყვეტი როლი ეკუთვნის პროდიუსერს. მე ეს მგონია, თვითონ ალბომის პროდიუსერს. აქ საქართველოში ყველაფერი არეულია, პროდიუსერს ეძახიან მენეჯერს, მენეჯერს ეძახიან პროდიუსერს. პროდიუსერი პრინციპში აი საბოლოო მუსიკალური სახის რაც იქნება, ხო, ალბომი. იმისი 40% მინიმუმ არის პროდიუსერი. დარჩენი მუსიკოსები, მაგრამ პროდიუსერი ძალიან დიდ როლს თამაშობს აი მუსიკის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში. აქ რატომღაც მენეჯერებს ეძახიან პროდიუსერებს. პროდიუსერი არის ის, ვინც ზის სტუდიაში მუსიკოსის გვერდზე და მუსიკოსთან ერთად ადგენს ფაქტობრივად ქმნის, ხო? ქმნის ამ მუსიკას და აძლევს ბოლო სახეს. თავს ამ გადაცემაზე მყავდა ზიბო ზაზა ვაკის პარკი და ბაძო ზიბო მე გადაცემის ხოლმე ზაზა ხუციშვილი და ზაზა მედეზადასთან საუბარში აი ზუსტად აი პროდიუსერის ჯორჯ მარტინის ამოტივდა ზუსტად იმიტომ რომ ჯორჯ მარტინი ქმნიდა ხა ბიტლებთან ერთად მათთან ერთად ქმნიდა არანჟირება იქ ყველაფერში ერევა პროდიუსერი და აძლევს აი პროდიუსერი არის პრინციპში მუსიკოს და მსმენელს შორის ჯაჭვი რომელიც უადვილებს მუსიკოს რომ თავისი მუსიკა მივიდეს ლამაზად მსმენელამდე. ნუ ეგ მეორე მომენტია აქ თქვა როკ შემსრულებლებს საქართველოში ეს უფრო მეტად აქვს გათვისნობიერებული, მეტად კი არა, იციან ასე თუ ისე, რომ რას ნიშნავს თქვა პროდიუსერის საერთო ინსტიტუტი და რას სჭირდება პროდიუსერი. არის თქვა ახლა გამონაკლისები, რომელიც თulis თქვა როკში რომ არ ჭირდება პროდიუსერი, ეს ყველგან არის, საზოგადოებას ეს ხდება. ნუ ასეც არის და ისეც, მაგრამ თქვა რაც შეეხება ესტრადას, ეგრეთ წოდებულ ესტრადას, თუ რა ქვია, პაპსავიკები თუ ფონოგრამში რაღაცა ესტრადა დავარქოთ მაშინ ამას. რაც შეეხება ესტრადას, იქ ნუ რამდენიმე ადამიანის გარდა, ჩემი და გიორგის აზრი ეს არის, თქვა იქ ბევრი ეხასწავლებს ამ საერთოდ ამ ურთიერთობების, მუსიკის კეთებას, თქვა ურთიერთობას არანჟირების ხელოსანთან თუ რა თქვით, ოსტატთან და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ისეთ სახეს ვიღებთ ხოლმე რომ სამწუხაროდ რომ ალბომის სახე საქართველოში თქვა ესტრადის მომღერლის ალბომის სახეს ქმნის არანჟირების ხელოსანი. ესა ოსტატ. ხელოსანი უფრო არის, იმიტომ რომ იქ მაინც ხელობასთან არის საქმე და არა მეტნაკლებად. ხო და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თქვა ეს ჯაჭვი, რომელიც არსებობს მუსიკოსსა და მსმენელს შორის, რა თქმა უნდა, იკარგება და ხელოვნურია ხშირ შემთხვევაში და აქედან გამომდინარე არის, როდესაც თქვა თუ მოისმენთ ალბომებს, აი თქვა ხელწერა აბსოლუტურად გავს. ერთი ხელწერა არის, თქვა რაც შეეხება ესტრადას, ისევ და ისევ ვიბიურებ რამდენიმე ადამიანის გამოკლებით, რა თქმა უნდა, ყველას არ გულისხმობ. და უფრო თქვა ფართო არჩევანი აქვს მსმენელს, როდესაც უსმენს როკ ალბომს, თქვა, ან თქვა ცოცხალი შემსრულებლების ალბომს. იმიტომ რომ აი რაც შეეხება პროდიუსერის თემას, თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებელმა იცოდეს ერთი ძალიან ფორმულა, ესეთი როგორ თქვა, ვის წერს ალბომებს და მღერის, მათ იციან, მაგრამ ეს ინფორმაცია რატომღაც არ არის არც ერთ ეთერში, არასდროს არ გადის და ყველას გონია რომ ეს ესეა. მუსიკოსი საერთოდ არის ადამიანი, რომელიც როგორც წესი, გამონაკლისზე ავსაუბრ, რომელიც წერს მუსიკას
რომელიც წერს ტექსტს, რომელიც აკეთებს არანჟირებას. ამ შემთხვევაში მუსიკოს გულისხმობ ერთს ან ჯგუფს, თქვა თუ ის ჯგუფია, შემოქმედებითი კოლექტივი ასე ვთქვა. და თქვა ყავს პროდიუსერი, რომელიც ეხმარება, როგორც უკვე ვახსენეთ, მივიდეს თავისი ალბომი სმენებამდე. საბოლოო რეზულტატი. რა თქმა უნდა, თქვა აი ამ სამ სეგმენტში, რაც არის მუსიკის კეთება, ლექსის წერა და არანჟირების კეთება, ეს არის უშუალოდ შემოქმედებითი პროცესი, რომელიც მუსიკოსი ზის, მუშაობს, კარგიც მისია და ცუდიც მისია. უпростоრად, კარგი მისია და ცუდი პროდიუსერს ეწერება ხოლმე ყოველთვის. ნუ ეს ესეთი ბედია ამ პროფესია. ой, გუცხოიჭდი. მაგრამ ადრე თუ გვიან სისტემა მაინც დაიმკვიდრებს თავის თავს, იმიტომ რომ ხო და დავასრულებ, აი ხო, სისტემასთანაც მივიდა. ჩვენთან საქართველოში და საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რადგან აი შემოვიდა ეს უცხოეთ ეს შოუ ბიზნესის რაღაც ამბები. ესეთი სისტემაა, როდესაც თქვა ადამიანს სურს სიმღერა, უნდა გახდეს მომღერალი, გამოვიდეს სცენაზე, ამაში ცუდი არაფერი არ არის და ეს მისასალმებელია, ხო, თქვა, ქუჩაში დგომას და რაღაცა, ჯობია სცენაზე გამოხვიდე და რაღაც შემოქმედებითი პროცესი წვა გამიცადა. ამ შემთხვევაში თქვა, აი ეგრეთ წოდებული მუსიკოსი ყიდულობს სიმღერას, ყიდულობს ტექსტს, ყიდულობს არანჟირებას, მიდის სტუდიაში და წერს უბრალოდ. და აი მორჩა, აი მთელი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც მსმენელმა უნდა მოისმინოს, რას წარმოადგენს ესა თუ ისე. შემსრულებელი, მას რჩება 3, თქვა, ან 4 ან უფრო მეტი ადამიანთა შეკრება, რომელიც საერთოდ არ ჩანს და თქვა, შეიძლება ალბომზე დაეწეროს, თქვა, რომ ეს არანჟირების ავტორი, ტექსტის ავტორი და ასე. ანუ, ამ შემთხვევაში ძალიან ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ ეს უშლის ხელს მუსიკის განვითარებას, ეს უშლის ხელს ქართული მსმენელის გემოვნების განვითარებას, შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით გემოვნებას. ეხლა გვაქვს საშუალება ბასა ჯანიკაშვილის გემოვნებით არჩეული ერთ-ერთი ვიდეო კლიპი. მეც ვერცხები. შენ ვერცხები, მართალია, შენ გეკნება საშუალება შენი გემოვნებით წარადგინო და რატომ აინდომეთ თორსტები Radiohead. Radiohead-ი აურჩი, ხო, Radiohead-ი აურჩი, ნუ რა ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ თუ ჩვენ თქო დღევანდელ გადაცემას რაც შეეხება და საუბრობთ პროდიუსერის და მუსიკის და საერთოდ შემოქმედების განვითარების გზაზე, Radiohead-ი არის ალბათ ყველაზე ნათელი მაგალითი საქართველოში და საერთოდ ალბათ სოფლიოშიც, თქვათ როგორ შეიქმნა უბრალოდ თქვათ მუსიკოსებისგან, რომლებიც მართლა არაფერი არ იცოდა რამდენიმე წლის წინ, თავიანთი ნიჭით, შემოქმედებით და შრომის მოყვარეობით, როგორ შეიქმნა ეს ჯგუფი, დაწყებული თქვათ 93 წელი იყო 12 და აი როგორ განვითარდა მერე და თქვათ სადამდე მივიდნენ. ამიტომ ეს ამ ჯგუფის ისტორია თქვათ ამ ალბომების მოსმენის შედეგად სიტყვაზე დაკვირვება თქვათ ტენდენციები და ასე შემდეგ ძალიან თვალნათლივ ჩანს როგორ ვითარდება იმიტომ რომ თქვათ აი თანამედროვე თქვათ აი როკში ერთ-ერთი თქვათ ტონის მიმცემი და მოდის შემომტანი გახლავთ ეს ჯგუფი Radiohead-ი და ალბათ ძალიან ბევრს უყვარს თბილისში ჯგუფი. ნახოთ ჯგუფი Radiohead ეთერშია სოლო. ჩვენ მალე დაგიბრუნდებით.
ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს სტუმრად ყავს სტუდია ქართული ჩანაწერების ხელმძღვანელები გიორგი ასანიშვილი და ბასტა ჯანიკაშვილი. პროდიუსერები და ფლობელები. უწილეები. მოდეში გასაგები. ან პროდიუსერის ინსტიტუტი ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს აი მე კარგად მახსოვს, მე მგონი აი რაღაც ალბომებში გარკვეულწილად, თქვენი წვლილიც არის, ხო, როგორც ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვისთანაც მუშაობთ, იმაში, იმ ნამუშევარში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ისე მე არავერავით არც ხედავ, რომ ის ალბომი გამოვიშვა. იმიტომ რომ პირველად ჩემთვის ამ ალბომის გამოშვება და ამ ალბომზე მუშაობა არის რაღაც პროცესი, რომელზეც მე სიამოვნებას ვიღებ. სამწუხაროდ ეხლა საქართველოში როკი ისე არ არის განვითარებული, რომ ამით ბევრი ფული იშოვა, მაგრამ ამიტომ რჩება ერთადერთი ეს. მაინც იმედს იტოვებთ, რომ როკი საბოლოო ჯამში იმდენად განვითარდება, რომ თქვენი ის გეყოლება. მე იმედს არ ვიტოვებ, მე დარწმუნებული ვარ ამაში, მაგრამ ჩვენ მარტო როკის სტილში არ მუშაობთ, ჩვენ მუშაობთ ყველანაირ სტილში პრინციპში, როგორც სტუდია. ხო. მაგრამ როკი თუ არ განვითარდა, მე არ ვიცი რა, საერთოდ ეს ქვეყანა თავი ძალიან როკი არის მარტო მუსიკა არ არის, როკი არის ცხოვრების სტილი და როკი არის თავისუფლება. თუ ეს თავისუფლება არ დაინერგა ჩვენ ახალგაზრდობაში, განსაკუთრებით თინეიჯერებში, ეს თაობა ვერ გაიზრდება თავისუფალი და ეს თაობა იქნება იგივე რაც ვიყავით ჩვენ და რაც იყო. რა თქმა უნდა, როკს მოაქვს პლუს კიდე აზროვნების წესი, რაც ყველაზე მთავარია, ხო, აზროვნება, იმიტომ რომ როკი არ არსებობს რაღაც მხოლოდ ისე სენტიმენტალურ ტექსტებზე, იქ აუცილებლად უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა რაღაცა თავისი თვისეული, პიროვნული, ეგ ხარიზმა უნდა ჩანდეს მუსიკოსის დამოკიდებული რისი თქმა სურს და ასე შემდეგ. ხელოვნებაა პრინციპში. რა თქმა უნდა. ზოგს გონია რომ ფუზიანი გიტარა არის როკი მარტო და პრინციპში შეიძლება ფორტეპიანოზე შეასრულო მარტო როკი. თავისთავად. რა თქმა უნდა, იმიტომ როკი არ არის არანჟირება. ეს ძალიან ყველა ვინც ერკვევა ამაში და უწევს ხოლმე ტელევიზიით გამოსვლა და ასე შემდეგ და პრესაში რაღაცებს წერს, გაითვალისწინეთ, რომ როკი არ არის არანჟირება, როკი არის ცხოვრების სტილი, როკი არის ცხოვრების წესი და ეს წესი არის რა თქმა უნდა პროტესტი არსებული რაღაც უსამართლობის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, თქო, ხშირად მოისმენთ ხოლმე ყველგან, რომ როკის სტილში თქო გაკეთებული სიმღერა ან რაღაცა. ნუ ეს არის ძალიან ისეთი მე ვიტყო დბილად რომ თქვა ნონსენსი. როკის სტილში გაკეთებული სიმღერა ეგეთი რამე არ არსებობს, იმიტომ როკის ან უნდა იყოს როკმენი, როკენროლში კი ესე ვთქვათ, ან უნდა იყოს აბსოლუტურად. ან მის სტილში. ან ხო მის სტილში თქვათ ეს რაღაც აი იმიტომ რომ გიტარა ისმის იქ უფრო რაღაცა ერთი აკორდი. ხო, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორეც ერთ-ეს გიორგის დავეთანხმები, რომ ეს თქვათ როკთან დამოკიდებულება ჩვენი ტინეიჯერები სამწუხაროდ და სავალალოდ ძალიან ის არის უარყოფითი კი არა და ძალიან ცოტა усმენს როკს. იქიდან გამომდინარე ეს ჩემი თქვათ ეს განცხადება თუ რაღაც საუბარი იქიდან გამომდინარეა რომ თქვათ აი გაყიდვებზე თქვათ იგივე რაღაც ჩარტები ხო არის და თქვათ როკის შემსრულებელი ძალიან იშვიათად ხდება. უბრალოდ მე ერთი რამ მიმაჩნია რომ ამის გამოსწორება შეიძლება არა იმითი რომ თქვათ რაღაც კომისიები შეიქმნას და რაღაც ეგეთი აბსურდული რაღაცები გაკეთდეს და სამთავრობო დონეზე არა. მე მიმაჩნია რომ საერთოდ გიორგის და ჩვენი მეგობრების ვისთანაც ერთად მუშაობ და ვისაც ქნის მუსიკას და შემოქმედებით პროცესს განიცდის და ამას აკეთებს. ისე რომ თქვათ ცოცხალი ბენდები და ცოცხალი შემსრულებლები უნდა ჩააყენონ თანაბარ პირობებში მათთან ვინც თქვათ ქნის ესე ვთქვათ ესტრადის ჟანრში რომ მუშაობს იმიტომ თავისთავად კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ მე პირადად ესტრადის წინააღმდეგი კი არა პირიქით ძალიან კარგია რაც უფრო მეტი მომღერალი იქნება რაც უფრო მეტი ადამიანი მოინდომებს და მოისურვებს რომ სიმღერა დაიწყოს და თქვათ ამაში ცუდს მე ვერ ვხედავ პირადად ის რომ ხარისხი თქვათ რაღაც ჩამოვარდება დასალოს და რაღაც ეს კიდე საკამათოა მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმას გულისხმობ რომ თანაბარ პირობებში იყვნენ ადამიანები რომლებიც მუშაობენ მუსიკაში იმიტომ რომ თქვათ არის ჯგუფი რომელიც იკრებება რომელიც მუშაობს რომელიც წვალობს და იმის გამო რომ თქვათ კლუბთან საკმარისი ერთი მინიდისკი მიიტანო ჩააგდო და ფლეის დააჭირო და პირი გააღო ეს თქვათ შემსრულებელი და ჯგუფები იკარგება არ მიდის მსმენელამდე დროულად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რომ ეს რა თქმა უნდა მოქმედებს ყველაფერი ახალი თაობის გაზრდაზე, ახალი მუსიკოსების შეკვალინდელი დღეა. იმიტომ რომ ძალიან მარტო მუსიკოსების, მე ყველა თელ თაობაზეა ლაპარაკი, სტუდენტები უკვე ჰალსტუკებს იკეთებენ. ეგეთი რაღაცა მე მგონი სოფლიოში ასად არ ხდება, რომ სტუდენტი იკეთებს
ჰალსტოკს და იცავს პიჯაკს და პირდაპირ მიდის თანამდებობას. ეს ძალიან სავალალო რაღაცა. არავით არის პროტესტი სტუდენტობაში. პროტესტი იყო ყოველთვის მამოძრავებელი ამ ახალგაზრდობით. თავისთავად პროგრესის მამოძრავებელია, იმიტომ რომ შენ აღარ გაკმაყოფილებს ის ყოფა, რომელშიც ხარ და ანუ ეს არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე, თქვა დაწყებული ეს კლუბიდან, მინიდისკიდან დაწყებული, დამთავრებული, თქვა ადამიანამდე, რომელიც ახლა არის 12, 13, 14 წლის და თქვა რასაც ჩართავს ან რადიოში ისმენთ და რაღაცა უცბად ან კლუბში მივან რაღაც კონცერტზე უცბად ეს რანუ ხდება. მაგრამ არის ძალიან მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომ თქვა მე არავის არ ვაბრალებ ეს რატო ხდება ესე, თქვა არასწორად არ გამიგონ, იმიტომ რომ რატომღაც აი როდესაც საუბრობენ ხოლმე რომ თქვა აი აბსავიკების ბრალია რომ თქვა აი ლაივ ჯგუფები ჩაგრებიან მე ესე არ მემაჩნია იმიტომ რომ ეს არასწორად დამოკიდებულებაა ჩემი აზრით იმ ხალხის მიმართ ვინც თქვა ესტრადეს ჟანრში ესე თქვა მუშაობს ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაფერში დამნაშავე ასე თქვა ეს არის რა თქმა უნდა სამწუხაროდ ჩემ და სამწუხაროდ ეს არის მსმენელი რომელიც თქვათ იგივე კონცერტზე მისული რომ მივა კონცერტზე მისთვის სულ ერთია იქ სოციალური მუსიკა იქნება თუ ფონოგრამა ის ვერც არჩევს ამას და ეს არის ყველაზე ცუდი და აი ეს როგორ გამოსწორდეს ეს რა თქმა უნდა თქვათ მარტო მუსიკოსის გამოსასწორებელი ეს არის აქ უნდა იყოს თქვათ რაღაც არა მგონია რომ ამ ფონოგრამის აკრძალვით რა თქმა უნდა რაღაცა გამოსწორდეს იმიტომ რომ თვითონ მე პრობლემას სხვა რაღაცაში ვხედავ მე პრობლემას ვხედავ იმაში რომ მუსიკოსი, რომელსაც არ უნდა ცოცხლად სიმღერა და ცოცხლად სცენაზე მუშაობა და შემოქმედებითი პროცესის განცდა, რომელიც უნდა ხდებოდეს როგორც წესი სცენაზე, ეხლა იმას ვერ დააძალებ შე, რომ გინდა თუ არა გამოდი და იმღერე ცოცხლად. იმის გამოსვლას აზრი არ აქვს, ეხლა ის ცოცხლად იმღერებს თუ ფონოგრამით იმღერებს, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ იმას აქვს სულ სხვა გზა არჩეული და მე მგონია, რომ არ კიდე ერთი გზა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს გზა არსებობს და ეს გზა არ არსებობს. შეიძლება უცხოეთშიც გამოდიან ფონოგრამიდან ურავინ ურიცხვის მაგას რომ იქ აკრძალულია ფონოგრამი. გამოდიან, იქაც არის ესე რომ იქაც გამოდიან ფონოგრამი და იქ ზოგი არის რომელმაც არც იცის რა არის საერთოდ ფონოგრამი. ეს არ არის ლაპარაკი იმაზე რომ ის ადვილია და ეს ძნელია. უბრალოდ არის ორი განსხვავებული გზა. ზოგს უნდა რომ სცენაზე გამოსვლით რაღაც თქواس, რაღაცა შემოქმედებითი სიტყვა უთხრას მსმენელებს და იქ დაიხარჯოს სხვანაირად. ზოგს ეს არ ჭირდება, ზოგს ურჩევნია რომ გამოვიდეს ფონოგრამით, იმღეროს და წავიდეს. თქვენ ახლა ვისთანაც გქონია ურთიერთობა, მოგაცავთ, ძირითადად იმ ჯგუფებთან, ვისი პროდიუსერებიც იყავით, რომელი ალბომის სიტყვაზე, ვისთანაც ერთად თანამშრომლობდით, ეს არის ძირითადად ბარდი ან როკი და ასე შემდეგ, აი დაახლოებით ეს მუსიკა და აი პოპ მუსიკოსები რამდენად მუშაობენ თქვენთან და რამდენად პოპ მუსიკოსები მუშაობენ თან ძალიან ბევრი სხვათა შორის, თუმცა როგორც სტუდიასთან ისე. როგორც სტუდიასთან და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მეგობარი ყავს მათ შორის და მე მგონი არაფერი კონფლიქტი ჩვენ შორის ამ თემაზე ყოველ შემთხვევაში არ არსებობს და არ შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ის სხვანაირად ხედავს აბსოლუტურად ერთ რაღაცას და მეორე ადამიანი იგივე ამ შენ ჩიბუქს უაფსაერთოდ სხვანაირად ხედავს. არ შეიძლება რომ ამ ორი ადამიანის აზრი რაღაცაში დაემთხოს ერთმანეთს. ძალიან იშვიათად ხდება ეს. კიდევ რა მაინტერესებს, ახლა ყოველ შემთხვევაში დეფიციტი ნამდვილად არსებობს ინფორმაციის, კარგი მუსიკის, გემოვნების და ასე შემდეგ. ეს გარკვეულწილად კიდევ იმის ბრალია, რომ მედიის საშუალებები საკმაოდ მწირად იყენებენ თავის საშუალებებს, ეს კონკრეტულად ხედავობაში რადიოსადგურები, რომლებიც ფაქტიურად არ მუშაობენ საერთოდ ინფორმაციის მოწოდებაზე. აქ არ არის საუბარი ახლა მარტო როკზე, ელემენტარულ სხვა სტილებზე, არც ჯაზზე, არც ბლუზზე, არც კლასიკურ მუსიკაზე. ფაქტობრივად ძალიან ისე, აი ძალიან მცირეა. რადიოს ეს სისტემა, რომელიც ჩვენი საერთო საფრთხეა. ხო და აი მაინტერესებს, იმიტომ რომ თქვენ გქონდათ რაღაცა გარკვეული პროექტიც, მე მგონი წარდგენილი სადაც, ხო? რაღაც ასთან დაკავშირებით. ჩვენ იმდენი პროექტები გვაქვს, წარდგენილი გვერდება. აი, რადიოსთან დაკავშირებით, აი რა. რადიოსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პროექტები გვაქვს და გვაქვს ერთი მთავარი პროექტი, მაგრამ ამაზე ჯერ ვილაპარაკეთ წინასწარ. აქ პრობლემა არ ვიცი ხა რადიოს ბრალია ეს მასმედიის ბრალია არ ვიცი. იმიტომ რომ რადიოს მთავარი მიზანი არის რომ მიიღოს შემოსავალი. მოვიდეს რეკლამა. თავარი ჩემს აზრით მაინც არის რომ გასცეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა გასცეს ისეთი ინფორმაცია რომელიც მას შემოუტანს რეკლამას. ეხლა მაგალ რადიომ რომელიც დაიწყებს ჯაზ და როკის ტრიალს არ ამგონია რომ მე მგონი რომ ერთ წელიწადში მაქსიმუმ დაიყურება ის რადიო. საქართველოში პლანეტალღა მუშაობს ძალიან დიდი ხანი. პლანეტალღა რაღაც სხვა სისტემით მუშაობს ეს. არ ვიცი რა სისტემით მუშაობს. ყოველ შემთხვევაში რადიოს ჩვენი საერთო სატკივარია. თუ რადიოს ძალიან დიდი
მნიშვნელობა ძალიან დიდი როლი აქვს ბიზნესში. არ გენატრებათ სიტყვაზე ეს ეთერი, იმიტომ რომ მე არ მენატრება. შენ არ გენატრებ. მე არ მენატრება, იმიტომ რომ იქაც მიქსერი იდგა, რა ქვია, რადიოში. და სტუდიაშიც მიქსერი უყურებს და ასე რომ დიდი ნოსტალგია არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საერთო აქვს რადიოს და სტუდიას ერთმანეთთან. შენ დასა იგივე გასწოს გან. რადიოსთან დაკავშირებით მენატრება თუ არა? მე ერთ-ერთი რაც მენატრება ეს არის ისეთ მოვისმინო ისეთი მუსიკა რადიოთი, რომელიც მე მომწონს და მიყვარს და არ მიხდებოდეს თქვა სახში ან მანქანაში რაღაც სიდების ტარება და რაღაც, იმიტომ რომ რადიოს მთავარი ფუნქცია და დანიშნულება ეს არის სწორედ თქვენს და თქვენს რომ ეს არის ინფორმაციის მიწოდება და ამ ინფორმაციიდან ფულის აღება და თქვა რადიოსადგურები რომლებიც წლების მანძილზე მუშაობენ თქვა ასე თქვა უფორმატოდ არანაირი შემოსავალი არ აქვს მან და მაინც მუშაობენ ამ უფორმატოდ არ გადადიან რაღაც ფორმატებზე, ნუ ეს უბრალოდ არაპროფესიონალიზმია და ეს თქვა ზურგს უკან ნათქვამი სიტყვა არ არის, იმიტომ რომ ამ თემაზე ძალიან ხშირად მომდის ხოლმე კონფლიქტები, აი ვისაც ვიცნობ ამ რადიოსადგურების მფლობელები იქნება თუ ასე შემდეგ. პრინციპში რადიოს ბაზარი არ განვითარდა საქართველოში სამწუხაროდ. ტელევიზიის უფრო გაცილებით განვითარდა, პრესა უფრო განვითარდა. აი მასმედიაში ყველაზე ნაკლებად განვითარებული არის. ჩამოჩენილი არის რადიო. საკმაოდ ისეთი სერიოზული თავიდან იყო ყველა ნიშანი, რომ წასულიყო და რადიოსადგურებს თავისი ფორმატები ჰქონდათ ყველა რამე. მაგრამ მე რატომღაც გაჩერდა, დღემდე არის გაჩერებული და გაჩერებული. რამდენიმე რადიოსადგური ვახსენოთ ყოველ გაგვიგონო რომ ყველას იმას ქვენ გადავუარეთ, რამდენიმე რადიოსადგური რომელიც ფორმატირებით მუშაობს და მათ რეიტინგსაც ეთყობა ეს ფორმატირება, მაგრამ თბილისში ხათვალისები არის 10 რადიოსადგური ქართული აქვს. მე რომ დავთვალე სადღაც 14. ნუ ხო, 14 კი, მით უმეტეს. ამ 14-დან თქვა ის სამი რადიოსადგური რომელიც მუშაობს და საკმაოდ გაუწინოსწრებს დანარჩენ თქვა 11-ს რამდენი გამოვიდა რაღაცას. რომ იმ დანარჩენ 11-ის რადიოსადგურების მფლობელებმა შეიძლება მოიწონონ იფიქრონ იმაზე, რომ თქვა რაღაც გამოვასწორონ, მაგრამ სამწუხაროდ ისევ და ისევ თქვა ალბათ ეს რადიოსადგურები ისეთ ხელშია თქვა ისეთი მფლობელები ყავთ, რომელიცაც თქვა არ აინტერესებს არ შოუ ბიზნესი, არ მუსიკის განვითარება და ასე რადიოსადგურს უსმენთ თუ ასექს რა თქმა უნდა და პლანეტალას და ასექს უსმენთ. რადიო პირველ რადიოს და მე ყველაზე მეტად მაცოფებს თუ შეიძლება ასე ითქვას, აი ეს თინეიჯერი წამყვანები. რომლებიც აი აბსოლუტურად მე არ ვიცი სად პოულობენ ამ ხალხს, ან რა პრინციპით ირჩევენ, როგორ იღებენ სამსახურში, რა ხდება საერთოდ ამ სფეროში, მე ვერ მოვდივარ აზე. ისეთი აი არაპროფესიონალიზმს კი არ ლაპარაკი, ისეთი აი რომ დავსვა ეხა ქუჩიდან ვიღაც მოიყვანო, აბსოლუტურად არც მუსიკასთან შეხება რო არ კონდეს და არც რადიო კი არა საერთოდ და აი ეს ხალხი მოდი და ტელიკინი რასაც ქვია, აი ტელიკინებენ ამ რადიოებში და აი ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს. ზოგი შეიძლება ვერ ხვდება პატარა იმხელა ბავშვი, მაგრამ ძალიან ცუდად მოქმედებს მათი გემოვნების ჩამოყალიბებაზე და ამაზე უნდა იფიქროს ამ რადიოს მფლობელმა რომ ეს პასუხისგებლობაა ხე რამ რადიო რო გაქვს და მასმედიის საშუალება რო გაქვს და რო გისმენს ამდენი ხალხი, ის იმ ხალხს არ უნდა გაუფუჭო გემოვნება. ეს არის ხო ყველა რა თქმა უნდა არ იგულისხმება, მაგრამ გაუნათლებლები ინფანტილური 10-დან 7 წამყვანი როგორც მუსიკალურად, ასე ინტელექტუალურად, ყველანაირად თქვა ციგნის წაკითხვაზე და რაღაც ინტელექტუალურად საუბარი არ არის, ნუ დავანებოთ თავი თქვა მუსიკალურ წამყვანი თუ ციგნის კითხვა არ გიყვარს, მუსიკას მაინც უნდა ეძებდე, ხო ინფორმაცია რაღაც იცოდე თქვა რა გამოდის, რა იყო აქამდე თქვა, რომ სიტყვაზე როკი არ შეიქმნა 92 წელს ნირვანამ როკი არ არის როკი, მაგრამ როკზე არ არის, მაგაცილებით ადრე შეიქმნა როკი, ხო? ესეთი რაღაცები უნდა იცოდეს მუსიკალურმა წამყვანმა. ხო და ნუ ეს ძალიან ტკინეული თემაა, მაგრამ ელემენტარულია როგორც ისევ ამბობდა. და ეს მარტო რადიოში სხვათა შორის აი როკზე ლაპარაკობ და ქართულ მუსიკაში საკმაოდ დიდი კრიზისია, მე რომ მკითხო, როკში. ერთი წამით აი ამ კრიზისს ჩვენ დავუბრუნდებით, ახლა კი ჩვენ კრიზისი დავამთავრებთ. და ჩვენი საუბრის დასასრულს კრიზისზე შევჩერდით, მე მგონი, ხო? კრიზისზე შევჩერდით კიდევ ერთი პატარა ანონსი. გადაცემის ბოლოს მე სტუმრად ყავს დაპატიჟებული საკმაოდ ცნობილი ბას გიტარისტი ზიბო, რომელიც ასე ვთქვათ სოლო პრემიერა გვექნება მისი ერთ-ერთი კომპოზიციის. ასე რომ სულ ჩვენი ყურება არ მოუწევთ და ცოტა ხანის გაგვიძებთ. ხო, ცოტა ასე ვთქვათ იმას ვიღებ. ჩვენ საუბრობდით კრიზისზე, თუ გახსოვს სად? ყველაფერი მახსოვს. ისე განვაგდეთ. კრიზისია მუსიკაში საერთოდ ქართულში რა. არა მარტო პოპ მუსიკაში, როკ მუსიკაში, იმიტომ რომ 96 წელს იყო ქართული ფესტივალი, ქართული მუსიკის ფესტივალი მარგარიტა, თუ გახსოვთ. მარგარიტა 96 წელს
აი მართლა აფეთქებასავით იყო იმდენი როკ ჯგუფი გამოჩნდა და ისე აი ძალიან სუმბურულად მართალია, მაგრამ აიც ძალიან განვითარდა უცბად. ყველაფერი უცბად გამოჩნდა ბევრი ჯგუფი, ძალიან საინტერესო. და ეხლა რომ დაფიქრდე 96 წლის მერე, ეხლა არის 2004 წელი. აი იმ ჯგუფებს სულ რომ მიუმატო, ერთი-ორი ჯგუფი შეემატა, ალბათ. ორი არის მეტი, მაგრამ 10-ს რომ იყოს 8 წელიწადში თქვა 10 ჯგუფის მატება ეს არა, მეტი ისეთი ჯგუფი, რომელსაც ეხლა ყველა მიცის. ხო, აი ესეთი ჯგუფი საქართველოში. სულ მიემატა 2-3 ჯგუფი და 8 წელიწადში. მაგრამ პირიქით მოხდა თქვა ესტრადაში, სადაც არავინ თითქმის არავინ არ იყო, რამდენიმე ადამიანი და უცებ სოპოების საკმაოდ. ხო, მაგრამ ეს არანაირად არ აისახება ამ პოპ მუსიკის შემოქმედებით სახეზე, რომ რაღაც მე მაინც გონია, რომ 80% პოპ მუსიკისა არის ერთ და იგივე სტრიანი. ერთ და იგივე ყველა არანჟი. აი თქვენ და რომ მოდის სიტყვაზე პოპ მომღერალი, თქვენ პლუს კიდე რაღაცას თავაზობთ, ხო? ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის გაკეთება, პრინციპში არანჟირების გაკეთება, ჩაწერა, მუსიკის დაწერა, ყველაფერი შეგვიძლია. ხო, მაგრამ მე მგონი ჩვენი ცოტა განსხვავებულია ეს პოპ მუსიკა, ვიდრე არსებული პოპ მუსიკა, მაგრამ ეს იმას არ ვამბობ, რომ ის ცუდია და ჩვენი კარგია. ამას არ ვამბობ, მაგრამ კრიზისი არის. მე. ჟანრის კრიზისი. ჟანრის კრიზისი. აი ეს რა ეშველება ამას არ ვიცი, როკშიც და პოპშიც. კრიზისია მე რომ ვკითხო საშინელი. მე პირიქით გონია, თუ გვაგდრო. მე მგონია რომ კრიზისი იყო უბრალოდ გაცილებით ადრე და ეხლა არის იმის შედეგი ფაქტობრივად. იმის შედეგი რაც არის, ახლა თქვა რაღაც აუცილებლად მოხდება ესეთი აღმასვლა, თქვა თუ მუსიკაზე ვსაუბრობთ, რომელიც მართლა მნიშვნელოვანი იქნება და საერთოდ ხო სოფლიო კულტურაში რაღაც წვლილს შეიტანს, მაგრამ ეს რო ვთქვი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ყავს ესეთი თქვა მუსიკოსები, რომლებმაც არ შეიტანეს წვლილი სოფლიო მუსიკაში, არ იგულისხმება თქვა ის ვიცით ბავშვები და როგორ ესმის, არამედ თქვა 90-იანელები, ასე ვთქვა, ან იგივე 80-იანებში და თქვა იგივე როკ შემსრულებლებს და უფრო გამახვილებული რა თქმა უნდა ყურადღება. ამიტომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც თქვა საქართველოა, სიტყვაზე, თუნდაც ირაკლი ჩარკვიანისნაირი მუსიკოსი ყოლა, მე ვთვლი რომ ძალიან საამაყოა და თქვა თუ შევედრებით ახლა ჩვენს მეზობლებს ან შევედრებით თქვა ევროპას და აზიას მოვეშვათ, საკმაოდ ასე თუ ისე საამაყო გვაქვს საქმე და ამით ჩვენ რა თქმა უნდა ეს ქართველები აპარტავანი ხალხი ვართ, მოკლედ ჩვენ და ვედრებით ხოლმე ბრიტანეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ну ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებულ შორს ვართ რა თქმა უნდა ყველანაირად, ამიტომ კარგია რომ იმათ ვედრებით, მე გეთანხმებით, მაგრამ ისეც არ არის საქმე რომ დაღუპულები ვართ, ამიტომ ჩვენ ყავს ძალიან კარგი მუსიკოსები, ის კარგი შემსრულებლები და უბრალოდ საჭიროა ყველანი ჩავაყენოთ, ყველა მუსიკოსი ჩავაყენოთ ერთნაირ თამაშის პირობებში, რომ ის იქნება თქვა მუსიკოსთვის შემოსავალი, თქვა ეს იქნება შემოქმედებითი სვლა თუ ასე შემდეგ, მათ ჰქონდეთ საწყისი პირობები. და თამაში პროდიუსერები და სტუდიები მაქსიმალურად ღებულობენ. ფული უნდა ჩაიდოს მუსიკაში, ხელოვნებაში საერთოდ და მე მგონი აი ამაში უკვე მთავრობა უნდა დაეხმაროს ხელოვნებას. მაგრამ აი ეს მთავრობის დახმარება არ ნიშნავს რა. არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამინისტრო მოგცეს ფული. ეს ნიშნავს იმას, რომ ნიას შეუქმნას ეს იდეა ჩვენ ერთად მათლი მთავრობამ შეუქმნას ბიზნესმენს, ის პირობა რომ იმას აწყობდეს ხელოვნებაში ფულის ჩადება. მაგრამ ეს ხარამეს ვიძახთ. დიდი მადლობა რომ მომეც საშუალება. მე მაინც ხარამეს ვიძახთი ამ ეს ვეთანხმები, მაგრამ აი ჩვენ ნიას დიასამიძეს გვაქვს ესეთი საუბარი, ჩვენ ცალკე ვისაუბრეთ, ნიაზმა თავის მეგობრებში ცალკე და რო შევხვდით ერთმანეთს, უცბად მივხვდით, რომ ერთნაირად ამაზე ფიქრობდა. ანუ ჩვენ გვაქვს ესეთი პროექტის სახით, რა თქმა უნდა, ეს დაწერილი არ არის და შეჯიბრებით არ დავსას თამას, ვიქცო. რა დავწერეთ არაფერი გამოგვივიდა, რომ თქო თავრობის დახმარება და საერთოდ ბიუჯეტი თუ ასე ვთქვათ, კულტურის სამინისტროც არის, როგორ დაეხმაროს, რა სახით დაეხმაროს მუსიკას და კულტურას. ეს გვაქვს და ეს არანაირად არ ნიშნავს რაღაც კონკრეტულ ჯგუფებს დაფინანსებას ან რაღაც შემსრულებს, არამედ ნიშნავს ახალ თაობას, მოზარდი თაობების გაზრდას, მათთვის სკოლების გახსნას, მათთვის რაღაც სარეპეტიციოების გახსნას და ასე შემდეგ და მე მგონი კარგი თემაა თქვენი შემდგომი გადაცემისთვის თუ არა, მომავალი გადაცემისთვის დეტალურად მოგახსენებთ ხოლმე. ძალიან კარგი, აუცილებლად მოგიწევთ კიდე. ესე იგი მალე კიდე მოვიდა. შეგვიძლია კულტურის მინისტრს დაუძახო და პირდაპირ ეთერში. მე სხვათაშორის მქონდა გეგმა, იმიტომ რომ მე მაინც მაინტერესებს რას ფიქრობს კულტურის მინისტრი. მუსიკაზე კერძო თვითონ რას უსმენს, საერთოდ უსმენს თუ არა. ხო და ნუ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მას მოეწონება ეს იდეა, იმიტომ რომ ახალგაზრდა კაცია, ენერგიით სავსე, ახალი იდეების უნდა ჭირდება, უნდა თვითონაც რაღაც იდეები აქვს უამრავი, არაერთხელ შეხვედრი ვარ და
ამიტომ აქედან გამომდინარე, თქვა რაც უფრო მეტ იდეას მივაწვით ჩვენ ყველანი, მით უფრო ამ იდეებიდან ამოსარჩევი ექნება საუკეთესო და ამიტომ უნდა ვიაქტიუროთ ჩვენ თვითონ რომ გადავარჩინოთ ჩვენი თავი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენ გვაქვს ესეთ პატარა რუბრიკა სოლო ალფავიტი და ამ სოლო ალფავიტში, ну, ყოველ შემთხვევაში გიორგის შენ არ ვიცი ხა რამდენად გიყვარს Black Sabbath-ი, მაგრამ მე გიორგის ნამდვილად Black Sabbath-ს თუ დაიწუნებ და არ მეგონა. ხა. ხოლო Black Sabbath-ის შემდეგ სოლო ალფავიტის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ ირაკლის ზიბზიბაძის სოლო კომპოზიციით. Black Sabbath-მა heavy metal-ის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა და ამ მუსიკალური მიმართულების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. მისი წინამორბედები აქცენტს ელექტრობლიუზის ტრადიციაზე აკეთებდნენ. Black Sabbath-მა კი ამ ტრადიციას სხვა მიმართულება მისცა. რითაც საფუძველი ჩაუყარა მუსიკალურ სტილს, რომელსაც დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ჯგუფი დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში მცხოვრებმა 4 თინეიჯერმა მეგობარმა ჩამოაყალიბა. ესენი იყვნენ გიტარისტი ტონი აიომი, დრამერი ბილ უორდი, მომღერალი ოზი ოსბორნი და ბასისტი ტერენს გიზერ ბატლერი. თავდაპირველად ისინი ჯაზსა და ბლუზს უკრავდნენ და თავიანთ ჯგუფს ფოლკ თალკს უწოდებდნენ. მოგვიანებით სახელწოდება შეიცვალა და კოლექტივს ეწოდა Earth, ანუ დედამიწა. 1969 წელს მათ აღმოაჩინეს, რომ ამ სახელწოდების სხვა ჯგუფიც არსებობდა და ამიტომ გადაწყვიტეს კვლავ შეეცვალათ სახელი. მუსიკოსებმა გიზერ ბატლერის ერთ-ერთი სიმღერის სახელი შეარჩიეს და ჯგუფს Black Sabbath-ი დაარქვეს. ბატლერმა თავის მხრივ ეს სახელი ცნობილი მწერლის დენის უიტლის ერთ-ერთი რომანიდან აიღო. ჯგუფის საკონცერტო გამოსვლები სულ უფრო მეტ მაყურებელს იზიდავდა და ხმისჩამწერი კომპანიებიც საკმაოზე მეტ ინტერესს იჩენდნენ. 1969 წელს მუსიკოსებმა კონტრაქტი ფირმა Philips-თან გააფორმეს. 1970 წელს კი თავიანთი პირველი სინგლი გამოსცეს, რომლის სახელწოდება იყო Evil Woman და რომელიც ბრიტანულ ჩარტში ვერ მოხვდა. წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, ერთი თვის შემდეგ ჯგუფი უშვებს სადებიუტო ალბომს სახელწოდებით Black Sabbath, რომელიც ბრიტანეთის საუკეთესო ათეულში შევიდა. უფრო მეტიც, დისკი ამერიკაშიც საოცრად პოპულარული ხდება. ოკეანის გაღმა ჩარტში ის წელიწადზე მეტხანს დარჩა და მილიონამდე ეგზემპლარად გაიყიდა. ასეთმა წარმატებამ ახალბედა მუსიკოსებს საკუთარი თავის რწმენა კიდევ უფრო შემატა და 1971 წელს ჯგუფი უშვებს მეორე ალბომს სახელწოდებით Paranoia, რომელიც ერთ თვეში საუკეთესო ათეულში შევიდა. ხოლო იმავე სახელწოდების სინგლი შესაბამის ჰიტ-აღლუმს ჩაუდგა სათავეში. ალბომი 4 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა, რაც დღემდე ჯგუფის ყველაზე დიდი წარმატებაა. ამას მოყვა კიდევ რამდენიმე წარმატებული ალბომი. 1973 წლის Sabbath Bloody Sabbath კი საინტერესო იყო იმით, რომ მასში ჯგუფ ES-ის პიანისტი რიკ უეიკმანი უკრავდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჯგუფის წევრები ექსპერიმენტებისთვისაც იყვნენ მზად. Sabbath Bloody Sabbath ზედიზედ მეხუთე ალბომი იყო Black Sabbath-ის კარიერაში, რომელიც საუკეთესო ათეულში შევიდა და მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. ამას ორწლიანი შესვენება მოჰყვა და როდესაც 1975 წელს ჯგუფი ახალი ალბომით დაბრუნდა, ის კარგად მხოლოდ ინგლისში მიიღეს. რაც შეეხება ამერიკას, აქ მუსიკალური კლიმატი შეიცვალა და heavy metal-ის წარმომადგენლებისთვის უფრო რთული გახდა წარმატების მიღწევა. მიუხედავად ამისა, დისკის სახელწოდებით საბოტაჟი ამერიკის საუკეთესო 20-ში მაინც მოხვდა. იმავე 1975 წელს Black Sabbath-ის ხმისჩამწერი კომპანია უშვებს 2 დისკიან კრებულს სახელწოდებით ჩვენი სულები როკ-ენ-როლს მივყიდეთ, რომელიც მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. ამასობაში ჯგუფში უთანხმოება მოხდა. გიტარისტი ტონი აიომი სტილის შეცვლას, კერძოდ ჯგუფის მუსიკაში სასულე ინსტრუმენტების შემოტანას ითხოვდა. ოზი ოსბორნი კი ნებისმიერი ცვლილების წინააღმდეგი იყო. მიუხედავად ამისა, 1976 წელს გამოდის ალბომი სახელწოდებით Technical Extras, რომელშიც აიომის იდეები ნაწილობრივ არის ხორცშესხმული. ამის გამო ოზი ოსბორნმა 1977 წელს ჯგუფი დატოვა. რაც შეეხება თავად დისკს, მან წინამორბედების წარმატება ვერ გაიმეორა, მაგრამ არც წარუმატებელი ეთქმოდა. 1978 წელს ოზი დაბრუნდა და ჯგუფმა თავისი მერვე ალბომი გამოსცა, Never Say Die. ალბომი დიდ ბრიტანეთში საკმაოდ პოპულარული გახდა, ხოლო ამავე სახელწოდების სიმღერა ალბიონის საუკეთესო 20-ში მოხვდა. მიუხედავად ამისა, ალბომს კომერციული წარმატება წილად არ ხვდა, რის გამოც ოსბორნი კვლავ წავიდა ჯგუფიდან და ამჯერად სოლო კარიერა დაიწყო. 1979 წელს ის Black Sabbath-ში რონი ჯეიმს დიომ შეცვალა. ახალი ვოკალისტი ჯგუფმა პირველი ალბომი 1980 წელს გამოსცა. დისკის სახელწოდება იყო Heaven and Hell. ამერიკაში ის მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა, ხოლო დიდ ბრიტანეთში საუკეთესო ათეულში მოხვდა. ამ პერიოდში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჯგუფს ტოვებს დრამერი ბილ უორდი და მის ადგილს ვინი ეპისი იკავებს. 1981 წელს განახლებული შემადგენლობა უშვებს ალბომს Mob Rules.
რომელიც ისეთივე წარმატებულია, როგორც მისი წინამორბედი. ამის შემდეგ გამოდის საკონცერტო ალბომი, რომლის მონტაჟის დროს აიომისა და დიო შორის შელაპარაკება მოხდა და ვოკალისტმა ჯგუფი დატოვა. მას დრამერი ვინი ეპისიც მიჰყვა. 1993 წელს ჯგუფში ბილ უორდი დაბრუნდა, ხოლო ვოკალისტის ადგილი იან გილანმა დაიკავა. ამ შემადგენლობით ჯგუფმა გამოსცა ალბომი Born Again და საკონცერტო ტურნე ჩაატარა. გილანი Black Sabbath-ში 1984 წლის მარტამდე დარჩა. შემდეგ კი თავის პირველ ჯგუფს Deep Purple-ს დაუბრუნდა. მისი ადგილი საბათში დეივ დონატომ დაიკავა. თუმცა ეს უკანასკნელი ისე წავიდა ჯგუფიდან, რომ არც ერთ სტუდიურ ჩანაწერში არ მიუღია მონაწილეობა. 1985 წელს ბასისტი გიზერ ბატლერიც წავიდა. 1986 წელს გამოსულ ალბომში ორიგინალური შემადგენლობიდან მხოლოდ ტონი აიომი უკრავდა. ამის შემდეგ Black Sabbath-ის შემადგენლობა კიდევ რამდენიმეჯერ შეიცვალა. ჯგუფის ბოლო ალბომი 1998 წელს გამოვიდა და მასში მონაწილეობდნენ ტონი აიომი, ბასისტი გიზერ ბატლერი, ვოკალისტი ტონი მარტინი, დრამერი ბობ რონდინელი და პიანისტი ჯეფ ნიკოლსი. 2001 წელს აიომემ განაცხადა, რომ ჯგუფი კვლავ შეიკრიბებოდა და კონცერტების გარდა ახალ სტუდიურ ალბომსაც გამოსცემდა, მაგრამ ეს იდეა იდეად დარჩა. ოზი ოსბორნმა კი 2002 წლიდან კომერციულად საკმაოდ წარმატებულ ტელესერიალში მიიღო მონაწილეობა. ამ რამდენიმე დღის წინ აიომემ კიდევ ერთხელ განაცხადა ჯგუფის აღდგენის სურვილის შესახებ. განხორციელდება თუ არა ამჯერად ეს ჩანაფიქრი დრო გვიჩვენებს. One last thing before we go. Make sure you get home safely, man, because you... ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და ეხლა ირაკლი ზიბზიბაძე სახელმწიფოების ირაკლი. დიდი მადლობა მომძანებისათვის, გილოცავთ დღევანდელ დღეს. მეც ასევე გილოცავ, მივიღოცავ ტელემაყურებელს დღევანდელ დღესასწაულს. ზიბო, ისე კარგი დამთხევა მოხდა, რომ აი Black Sabbath-ი მე ზარზე შენ, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, შენთვის ეს ჯგუფი რაღაც ისეთი განსაკუთრებული როლი ითამაშა ყოველ შემთხვევაში თავის დროზე, ხო? რა თქმა უნდა და ეხლაც ასერჩება ეს ჯგუფი ჩემთვის. იმიტომ რომ ფაქტიურად აი მათი ბასისტი გიზერ ბატლერი მე ესე ვთვლი რომ აი ეს არის ჩემი მასწავლებელი ასე ვთქვათ. პირადად ავიცნობ ხოლმე. ნუ ეს ფაქტიურად იცნობ, იმიტომ რომ ჩანაწერებით ალბათ იმდენს უსმენდი ამ დაახლოებით 17 წელია უკვე. ხო, რაც არის. აი მაინც მისთვის დამახასიათე აი რაც განასხვავებდა მას სიტყვაზე სხვა ბასისტებისგან, ну აი რა იყო მაგრამ. Ну განასხვავებდა იმას რომ თვითონ ჯგუფის სახე რო ავიღოთ, ხო პირველი მძიმე მუსიკა მათ შექმნეს. ეს ერთი და აქედან გამომდინარე ფაქტიურად გამოდის რომ მათი ბასისტი პირველად მან შექმნა მძიმე მუსიკის დაკვრის მანერა ბასზე. ესე იგი, მანამდე ესე არ უკრავდა არავინ. და ესე ცოტა მძიმედ დაკვრა ბასის, ხო? აი მისი სკოლა ასე ვთქვათ რა.
და საკმაოდ კარგი კი არ არის როგორ გითხრათ ეს მოვლენა არის ჩემი აზრით. იმიტომ რომ ესეთი ბასის გარეშე მძიმე მუსიკა მძიმედ არ იჟღერს. აი მაინც საინტერესო, მაშინ აი თუ შეგიძლია გვაჩვენა, აი როგორი იყო სიტყვაზე დაახლოებით როგორი ჟღერდა მანამდე. კი. იმიტომ რომ მანამდე იყო, ნუ ბლუზიდან დაიწყო პრინციპი ყველაფერი. აი, ნუ აი შეგვიძლია ბლუზი ვიხილოთ, კიდევ რაღაც ჯაზის ელემენტები, პატარა ეს განსხვავებები და ესე ნელ-ნელა რაღაც პატარა მასტერ-კლასი გამოგვივა ჩვენ პირდაპირ ეთერში. ხო, აი, საქმე რაშია ეხლა რომ მე ესე ვფიქრობ, რომ მანამდე საერთოდ ეს ინსტრუმენტი ითვლებოდა რატომღაც მეორე ხარისხოვან ინსტრუმენტად. და რაც ეს ჯგუფი გამოჩნდა, ეს 68 წელს. აი, ზუსტად მაშინ წამოვიდა წინ უკვე ეს ინსტრუმენტი რა. იმიტომ რომ საჭიროებას მოითხოვდა. მანამდე იკრებოდა უბრალოდ აკომპანიმენტი, თქვა ბლუზში რაღაცა. რაღაც ესეთი ამდაგვარი, ან ცოტა ესეთი მძიმე ბლუზ ეხლა ეძახიან თორე, ნუ უფრო მდორე ბლუზი რაღაც. რაღაც. ნუ არსებობდა რა თქმა უნდა ჯაზი უძველესი კულტურა მუსიკის, რა თქმა უნდა, ნუ იქ ცოტა სხვა პრინციპები მოქმედებდა, ნუ რაღაც ამ ხელის მდგომარეობა, თვითონ ამ ხელის მდგომარეობას ეს ბგერაზე ძალიან მოქმედებს. და ნუ იყო ესეთი ბგერა ჩამოყალიბდა ჯაზში რა. ნუ ეს ცოტა თანამედროვეს უფრო გავდა, მაგრამ სულ ძველ ჯაზში კონტრაბასი და კონტრაბასი და რაც შეეხება ახლა აი ამ შემსრულებას, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, ხო? საერთოდ რევოლუცია მოხდა ამ ინსტრუმენტში. და ამან განაპირობა ზუსტად ის, რომ წამოვიდა წინ. და რაღაც ლიდერობის მომენტი, რაღაც ელფერი უკვე მიეცა. ესე იგი, მან უკვე ეს შეიცვალა, უკვე ეს ხელი წამოვიდა აქეთ. იქ უკვე გამოკრა აღარ არის, ამ დროს არის დარტყმა. და აი ამის ხარჯზე არის აი ესეთი უკვე უფრო აგრესიული ბგერა. რაღაც ამ დაგვარ. თავისთავად ამ heavy metal-ისთვის აი ეს ლიტონის დამახასიათებელი ჟღერადობა ეს ქონდა ბასზე კიდე პლუს. კი, რა თქმა უნდა და ნუ გიტარის დისტორშენი ამას რო ემატებოდა, უფრო შეკრული გამოდიოდა, უფრო წნევიანი ჟღერადობა და ის ხასიათი, რასაც მძიმე მუსიკა ატარებს, ხო? გამოხატა. აი ეს ხასიათი გამოხატა ზუსტად აი ამ ჟღერადობამ, თლიანმა ჟღერადობამ. ნუ რა ვიცი, ხა მარტო Black Sabbath-ი ხო არ იყო, მაშინ იყო ძალიან ბევრი ჯგუფი. და იმ პერიოდის ჯგუფებიდან მე კიდე ჩემი აზრით გამოყოფდი Grand Funk Railroad. ეს არაჩვეულებრივი. ეს უკვე ამერიკული ჯგუფი. ეს უკვე ამერიკული ჯგუფი. ისე ძალიან განსხვავდებოდნენ ამერიკული და ბრიტანული ჯგუფები. რა თქმა უნდა, განსხვავება შეიძლება. ეგრევე შეგეძლო ჟღერადობითაც მიხედრილი. სიმღერის მანერა. ეხლაც ესეა პრინციპში, მაგრამ მაშინ ძალიან დიდი სხვაობაა. ნუ სიმღერის მანერა, თვითონ თემატიკა, მუსიკის და ასე შემდეგ, აი სხვადასხვა იყო უფრო. ხო, ნუ Grand Funk-ი უფრო იყო, რა თქმა უნდა, ბლუზზე დაფუძნებული. ნუ Black Sabbath-იც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ უფრო ნათლად ჩანდა ეს ბლუზის. და რა ვიცი, მეორე მასწავლებელს მაგას დავასახელები ჩემთვის რა. და რაიმე აი კომპოზიცია, ნუ თავისთავად რაღაც გარკვეულ კაპიროებსაც აკეთებდი ალბათ ბავშვობაში, ხო, როცა სწავლობდი სიტყვაზე. როცა სწავლობდი დიდი ბაბინებიანი მაგნიტოფონი მქონდა და აი კიდევ სწავლობდი ხოლმე ყველაფერს. ნუ Grand Funk-ის და Black Sabbath-ის თითქმის ყველა კომპოზიცია გარჩეული მქონდა მაშინ, ეხლა აღარ მახსოვს ნაწილი გითხრა, მაგრამ ძალიან დიდ სიამოვნებას მაინჭებდა ეს ერთი, რომ მათთან ერთად უკრავდი მე თითქოს რაღაც ეგეთი მომენტი იყო. ხო არ გახსოვს რაიმე ისეთი თემა Grand Funk-ის? Grand Funk-ი ეს იქ Closer to Home არის ეგეთი კომპოზიცია. და live ვერსიაში იქ ბასი და ბარაბანი იწყებენ ამ კომპოზიციას. რაღაც ამდაგვარია თუ გავიხსენე ზუსტად.
და ასე შემდეგ მიდის მერე და ნუ უკვე გიტარა შემოდის, კლავიში რა ვიცი და ძალიან ლამაზი სიმღერაა, რა ვიცი, შენს ალბომში. ირაკლი, ეხლა რა ჯგუფთან თანამშრომლობ ან რომელ ჯგუფებთან? მე ხა თანამშრომლობ ჯგუფი გზაჯვარედინია ესეთი. და ნუ რაღაც გადავწყვიტეთ, რომ ალბომი ჩაგვეწერა. ნუ უკვე 4 სიმღერა ჩაწერილია. და ალბათ 1-6 კიდევ მივუმატებთ. მე-5 დაწყებული გვაქვს. და მალე გამოჩნდება ეს ჯგუფიც. პირო სტერეოზე ერთი კლიპი არის ხოლმე, ხო, რეალებს უკვე დიდი ხანია. სხვა რა ვიცი, კიდევ მე თვითონ ჩემს სოლო ალბომს ვაკეთებ. და მაქვს ესეთი იდეა, რომ ამ ალბომს ქვია drum and bass. ზეგი არის მხოლოდ ბარაბნით და ბასით შესრულებული ეს ალბომი. სხვა ინსტრუმენტი იქ არ უკრავს. ხანდახან ამას რომ ამბობ ხოლმე არ ჯერათ ჩემი, იმიტომ რომ ხან ტრამბონის ხმა აქ ბას გიტარას და ხან სოლო გიტარის და რა ვიცი ანუ სხვა დანარჩენი ინსტრუმენტების ისინი ფუნქციები, ასე ვთქვათ, ნუ რაღაცნაირად შევეცადე რომ ამ ინსტრუმენტზე შემესრულებინა და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისი, რომ ეს ინსტრუმენტი ნამდვილად არ არის, ხო, არ არის მეორე ხარისხოვანი და მართლა უსაზღვრო საშუალებაა. აი ჩვენ რასაც მოვისმენთ ახლა კომპოზიციას, რომელსაც შეასრულებ, იქაც აესე გაქვს, ფონოგრამაში გამოყენებული გაქვს აი მხოლოდ ბასის ისინი. მხოლოდ ბასი და ბარაბანი, დასარტყამი ინსტრუმენტი და ბას-გიტარა. შენ თუ გახსოვს აი წლების წინ, ალბათ ერთი უკვე აი 10 წელიც გავიდა, მე მაშინ რადიო 96-ში მუშაობდი, პირდაპირ ეთერში დამირეკე და მაშინ რაღაცა შევსაუბრობდი და ტელეფონის საშუალებით რაღაცა მე აკომპანიმენტს ასანთის კოლექტივი. რა პრობლემა მაქვს? დღეს აკომპანიმენტი იქნება შენი ფონოგრამა, რომელიც შენს მიერ არის შექმნილი შენივე სტუდიაში, მე ვიცი რომ სტუდიას აყალიბებ, ხო? დიახ, სტუდიას ვაყალიბებ, რომელიც გათვლილი იქნება, ნუ რა თქმა უნდა ყველანაირ მუსიკაზე, მაგრამ აქცენტი ექნება უფრო ტრადიციული როკიდან თანამედროვე მძიმე მუსიკამდე. ანუ კონკრეტულად აი ამ მიმართულებით იმუშავებ. კონკრეტულად, ნუ აქცენტი არის ამაზე, მაგრამ თუ დაუშვათ სურველი მოვიდა, ეს პრობლემა არ არის, თუ მოწონს ამ სტუდიის ჟღერადობა, პირობები და ასე შემდეგ. პრობლემა არ არის. იმუშავეს. თავისთავად ამისათვის ალბათ ყველაზე მთავარი კომპონენტი არის ბარაბანი, დასარტყამი ინსტრუმენტი, რომელიც კარგად იჭერება, ხო? აი ეს პრობლემაა საერთოდ საქართველოში და მე ვიტყოდი ალბათ საბჭოთა კავშირშიც. საბჭოთა კავშირში კი არა, ხო, ყოფილი საბჭოთა კავშირში. ხო, იმიტომ რომ ბარაბნის აჟღერება საკმაოდ რთულია. რთული აღმოჩნდა, ეხლა ჩვენ არ ვიცოდით თავიდან და მე რო უკვე შევეჭიდეთ ამ საქმეს, მე თვითონაც რამდენჯერაც სხვა სტუდიებში ვიმუშავე, სულ ყოველთვის პრობლემატური იყო ცოცხალი ბარაბანი. და ნუ ამ პრობლემის გადაჭრა ზოგადად თანხელთან არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული, იმიტომ რომ მაგრამ რაღაცნაირად შესაძლებელი არის. ჩვენ სამწუხაროდ საკმაოდ ცოტა დრო დაგვრჩა, აქედან გამომდინარე მიძულებულები ვართ, რომ უკვე ასე ვთქვათ, საუბარი გადავზარდოთ იმ სოლო პრემიერაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგზაურობისათვის ირაკლი. მინდა წარმატება გისურვო და რაღაც სხვადასხვა საინტერესო პროექტების დაგეხორციელებინოს, ვიცი, ამზადებ კიდევაც, მეც ვაპირებ, არ დავმალავ შენთან ერთად და ასე რომ გადაცემა დასასრულს მივახლოვდა, თვითონ მეგობრებო, დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ახლა მე იტოვებ ზიგოს, ირაკლის ზიბზიბაძეს კომპოზიციით ქარავანი. მე კი დაგემშვიდობებით. ადიოს. Thank you.